ეს გიდირებული მედიტაცია დაგეხმარება განკურნა და მოუვარო შენს შინაგან ბავშვს, რაც მოგცემ საშუალებას გახდა ემოციურად უფრო გაწონასწორებული და დაუკავშირდა შენს უმაღლეს მესს და გახდა ის, ვინც სინამდვილეში ხარ. მოთავსდი კომფორტულად და ხუჭე თვალები და დაიწყე მშვიდი ღრმა სუნთქვა. იგრძენი როგორ თავისუფლდება შენი სხეული დაძაბულობისგან. გააგრძელე ღრმა სუნთქვა. იგრძენი როგორ ნალდება ყველაფერი. როგორ თუნდება ყველა კუნთი. ზოგი ჩვენგანი გაზარდა დაზიანებული ფსიქიკის მქონე, განუკურნებელმა მშობელმა ან ახლომსხდელმა, რომლებიც შეეცადნენ საკუთარი ვერ განხორციელებული ცხოვრების გზა ჩვენზე გადმოეტანათ და დაავიწყდათ, რომ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს წილ სიყვარულს ვითხოვდით მათგან. ეს ყველაფერი აისახა ჩვენს მოზრდილობასთან, როდესაც საკუთარი თავისთვის დავიწყათ კითხვის დასმა, ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი. იმიტომ რომ არასდროს გვინახავს ჩანსაღი საზღვრები და არც ის ვიცოდით როგორ გვეზრუნა საკუთარ თავზე. ამიტომ ხშირად თავს გრძნობ დაკარგულად, მარტო, უიმედოდ. ჩვენ გავიზარდეთ აღიარების მოლოდინში, მაგრამ ჩვენმა აღმზრდელებმა არ იცოდნენ როგორ გაეკეთებინათ ეს. ამიტომ ჩვენ გავიზარდეთ დაზიანებულები და აღიარებაც არასდროს მოვიდა. ჩვენი მშობლებისგან გვსურდა სიყვარული, ახდაცება, მიღება, მაგრამ ბევრ ჩვენგანს არ მიუღია. ამიტომ უკვე გაზრდილებს ხშირად გვიფიქრია, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, რაღაც გჭირს. არ ვართ სრულყოფილები, თითქოს დამსხვრეულები ვართ. არ ვართ სიყვარულის ღირსები, მეუღებლები ვართ. შეიძლება სხვადასხვა ნიღბის ქვეშაც ვიმალებით და მთელ სამყაროს ვუმალავთ სინამდვილეში რას გრძნობთ. თავს ვაჩვენებთ, რომ კარგად ვართ, იღიმით, როდესაც სინამდვილეში თავს სევდიანად, მარტოსულად ან შეშინებლად ვგრძნობთ. აი დღეს კი ის დღეა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ არასწორი პროგრამირებების გასწორებას, რომელიც ბავშვობაში მივიღეთ. არ ვადანაშაულებთ არავის, უბრალოდ ვუშვებთ იმ ენერგიას, რომელიც აღარ გვემსახურება, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გავხდეთ მთლიანი, ჯანსაღი საკუთარი თავები. ჩვენ ახლა სრულიად გახსნილები ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჩვენს შინაგან ბავშვს. დავიწყოთ ტრანსფორმაცია და ვიცხოვროთ სიმშვიდეში, საკუთარი თავის სიყვარულში და ყველაფერი იმაში, რაც ბავშვობაში დაგვიხვდა. კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქეთ და გონების თვალით დაინახეთ დროის ციფერბლადი თქვენ წინ. შეაბიჯეთ მასში. იქ მოხვედრისას თქვენ ხედავთ ლამაზ ნათებას თქვენ ზემოთ, რომელიც ციდან ეშვება. ის ისეთი სიმაღლიდან ჩამოდის, რომ სათავეს დასაწყისი არ უჩანს. ეს ნათება შენი ნაწილია, შენი სინათლეა. ეს ის შუქია, რომელიც გაკავშირებს შენს უმაღლეს მესთან, რომელიც სრულიად განკურნებული ვერსიაა შენი თავის. უმაღლეს მეტგარდასაქცევად გახსენი შენი გვირგვინის ჩაკრა და მოიწვია ეს უმამაზესი ბრჭყვიალა ნათება, რომ შემოვიდეს შენს არსებაში გვირგვინის ჩაკრიდან თავს ზემოთ. თითოეულ შესუნთქვაზე იგრძენი როგორ ივსება ამ სინათლით შენი სხეულის თითოეული უჯრედი. იგრძენი როგორ ისავსე ხარ ამ სინათლის ენერგიით. სინათლე მთელს შენს სხეულში გაივლის და ფეხების გულებიდან ჩაედინება დედამიწისკენ, რომლის გულიდანაც ამოსულ სხვა სინათლის ტალღას შეერწყება. ახლა შენ ხედავ შენს თავს სინათლის ამ მამაზი სხივთან ერთად, რომელიც გრძელდება უმაღლესი 60 სივრციდან დედამიწის გულამდე. იგრძენი როგორ იხსნება შენი გული და გავსებს უმაღლესი ცოდნით.
ზუსტად რაც ოდნაა შენეს არ იცი. მაგრამ ის შენია. შენიდან მოედინება. ეს შენი უმაღლესი მეა. განკურნებული და ჯანსაღი ვერსიაა შენი თავის. იგრძენი, დაეუფლე, გაათავისუფლე ის. ახლა ამ სინათლის ხიმიანად შეაბიჯე დროის ციფერბლათში და ჩაიხედა შენს წარსულსა და შენს გონებაში, რათა გაიხსენო ბავშვობის ის პერიოდი, როდესაც ეს უფუნქციო და არასწორი პროგრამირებები იწყებოდა. და შენ დაიბენი, დაკარგე ნამდვილი ჭეშმარიტი მე, შენი ნამდვილი იდენტობა. ნება მიეცი შენს ჯანსაღმეს, რომ წაგიძღვეს წარსულში. შენ გრძნობ და ხედავ, როგორ მიემგზავრები წარსულში შენი ბავშვობისკენ. ის თავისით გაჩერდება და ზუსტად იმ ადგილას მიგიყვანს, სადაც საჭიროა, ამიტომ თამამად გაემგზავრე. გადმოაბიჯე ახლა ციფერბლატიდან და გაემართე კარისკენ, რომელიც შენ წინაა. გააღე კარი. კარის იქით მხარეს, შენ ხედავ შენს თავს და კიდევ სხვა ბავშვს. დააკვირდი ამ შვენიერ უმანკო პატარა სიყვარულს. არიჩკა. კარგად შეათვალიერე და შემდეგ მესა. კითხე შეგიძლია თუ არა რომ მივხვდე მას. წარუდგინე შენი თავი. უთხარი რომ მისი განკურნებული, გაზრდილი მე ხარ. აცადე რომ გიპასუხოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის. შენ მას არ განსჯი. უბრალოდ აცლევ უფლებას იყოს. უთხარი მას როგორც ზოხარი იმაზე, რაც გადაიტანა. გინდოდა რომ იყოფილიყავი მაშინ, მაგრამ ვერ შეძელი. და ახლა აქ ხარ, რომ დაიცვა ის. რომ გიყვარდეს უპირობოდ. რომ აღიარო და იზრუნო მასზე. მიეცი საშუალება გიპასუხოს. შედი მასთან დიალოგში. ყველაფერი სწორია, რასაც ის ამბობს და აკეთებს. შეგიძლია კითხვა ჩახუტება ან მოფერება ხომ არ უნდა. დამყარე კავშირი მასთან. უსმინე რას ამბობს. თუ ჩუმადა, გაუგზავნე გულიდან სიყვარული, რადგან ის არის უმანკო, ძვირფასი, ტკბილი პატარა ბავშვი. დააკვირდი მას და შეამჩნევ მის უმანკოებას, მის ცნობის მოყვარეობას სამყაროსადმი. რომ ერთადერთი რაც მას სურდა იმ დროს იყო სიყვარული და ჯანსაღი საზღვრები. მაგრამ ის აღმზრდელებს საკუთარი პრობლემები ჰქონდათ და ვერ მისცეს. ამიტომ ამ უმანკო არსებაში ფიქრმა დაიწყო თავისი რწმუნებულების შექმნა, ურთიერთობების, სიყვარულის რაობის შესახებ. ჩახედე თვალებში და უთხარი. პატარა არსება, მე შენ მიყვარხარ. შენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ. შენ შეგიძლია გააკეთო რაც გინდა. მე ყოველთვის შენი მხარდამჭერი ვიქნები. მე გხედავ შენ. მე მესმის შენი. შენ განსაკუთრებული ხარ. იმიტომ რომ შენ ხარ. და მე შენ დაგიცავ. თუ სხვა რამის თქმაც გინდა უთხარი, რის იმოსმენად შენ გაგიხარდებოდა მის ასაკში. ახლა შეგიძლია გაასწორო არასწორი პროგრამირებები, რაც ამ ბავშვს აქვს. ტკბილ პატარა არსება. უნდა იცოდე, რომ საჭიროება და სიყვარული სხვადასხვა რამეა. შეეშვა შენ მშობლების მდგომარეობის გათვალისწინებას. შენ არ ხარ პასუხის მგებელი. ან მათ ან სხვა ადამიანების ემოციებზე ან გაბედნიერებაზე. ყურადღება შენს შეგრძნებებს მიაქცია.
თუ შენი მშობელი მიგითითებს, რომ გაითვალისწინო მისი ემოციები და იზრუნო ამაზე, შენი საკუთარი გრძნობების უგულებელყოფებით, ეს არა ჯანსაღია. ტკბილო პატარა არსებო, არ შეიცვალო არავის გამო. შენ საუკეთესო ხარ ისეთი, როგორიც ხარ. და მე შენ ძალიან მიყვარხარ. დღეიდან მე დაგიცა, მე მიგიღებ, რადგან ყველას გვჭირდება, რომ ჯანსაღ ადამიანებად ჩამოყალიბდეთ. ასე უნდა მიუდგას ყველა ჯანმრთელი ზრდასრული პატარას და მე ძალიან მწუხვარ, რომ შენ ასე არ გექცევდნენ. ამერიდან მე მოგექცევი ასე. შენ კეთილი, ნაზი, უდანაშაულო, მამაცი, ძლიერი და საყვარელი არსება ხარ. შენ იმსახურებ სიყვარულს. შენი მშობლები ეცადნენ საკუთარი ცხოვრება შენზე დაეპროექციებინათ. შენს დათანხმდიმად, რადგან იფიქრე, რომ ეს იყო საჭირო, რომ სიყვარული მიგახო. ეს არ იყო სწორი. რასაც დათანხმდი, ის შენი არ იყო. ამიტომ გაუშვი. და გაცლე უფლებას იზრუნო მხოლოდ საკუთარ თავზე და არა მშობლებზე. შენ განსაკუთრებული და საოცარი ხარ. დაიმახსოვრე ეს. მე ყველაფერი მიყვარს შენი. მე შენ დაგიცავ და ვიზრუნებ შენს უსაფრთხოებაზე. თუ ჯერ კიდევ არ ჩახუტებულ ხარ, ახლა შეგიძლია ჩაეხუტო შენს შინაგან ბავშვს. არიშკარ. გითხრა თუ სიამოვნეს მოფერება. უთხარი შენს შინაგან ბავშვს, რომ წამოყვეს. რომ შენთან დაცულად იქნება და დაეხმარები, რომ კარგად იგრძნოს თავი. ახლა წარმოიდგინე, რომ სხეულის წინა მხარეს, გულთან, გაქვს ელვაში საკრავი. გახსენი ეს შესაკრავი და მიეცი საშუალება ბავშვს, რომ ამოცოცხდეს. შენ სხეულში მოკალათდეს, დაკეტოს ეს შესაკრავი და ერთი მთლიანობა გახდეთ. რამდენიმე ღრმაში სუნთქვება აკეთე და მიეცი საშუალება შუქს, რომელიც მთელ შენს სხეულს გაივლის. გაწმინდას შენი შინაგანი ბავშვის უფუნქციო შემსხვედავი რწმუნებულებები. და მის მაგივრად ადგილი დაიკავოს ძლიერი სიყვარულის რწმუნებულებებმა. შენი სხეულის ამ ახალ ნაწილთან, შენს განკურნებულ შინაგან ბავშვთან ერთად შეისუნთქე და შეაბიჯე დროის ციფერბლატში და გაემგზავრე ახლანდელ დროში. როდესაც მიაღწევ ამ ადგილს, კიდევ ერთხელ შეისუნთქე ღრმად და გამოდი დროის ციფერბლატიდან. იგრძენი, რომ ეს ნამდვილად შენ ხარ. შენი რეალური, უმაღლესი ჯანსაღი მე. ყველანაირი შემზღუდავი რწმუნებულებების მიღმა. შენ ხარ სიყვარული. ყოველთვის გახსოვდეს ეს. ელმოვა დაბრუნდი ოთახში გონებით. შვიდად ამოძრავე ჯერ ფეხის თითები, შემდეგ ხელის. გაიწელე სხეულით კარგად და როდესაც იგრძნობ მზაობას, გაახილე თვალი და ყოველთვის გახსოვდეთ შენ და შენ შინაგან ბავშვს, რომ ხართ სიყვარული. ამ წუთიდან ამ მშვენიერ ბავშვს ახალი შანსი მიეცა, შენი ანუ ჯანსაღის ზრდასრული პიროვნების დახმარებითა და მითითებით. გონება მარიცის ეს ახლა ხდება თუ წარსულში. შენს გონებაში თუ რეალობაში მისთვის ერთი და იგივე არადგან გონებისთვის არ არსებობს დრო. ეს პროცესი აღადგენს დაჭრილ შინაგან ბავშვს და საშუალებას მისცემს დაიწყოს ახლიდან. სინათლის შუქი გაწმენს მას. ატყო